ვითარების ფონზე ხვალ დე-ფაქტო მთავრობა პუტინს მადლიერების მიტინგს უძღვნის. აფხაზური ადმინისტრაციისა და მილიციის წარმომადგენლები კი ქართულ მოსახლეობას აქციაში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ. ზუგდიდი გალის მიმართულები ტრანსპორტი ხვალ არ გაივლის. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ეს აკრძალვა გალში დაგეგმილი მიტინგის გამო შემოიღო. ხვალ აფხაზები ვლადიმერ პუტინის 16 აპრილის განკარგულების მხარდამჭერ მიტინგს აწყობენ. დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას კი გალში მცხოვრებ ქართველებსაც აიძულებენ. გალში მიტინგი ტარდებაო, დადიან ყველა სახლებში, გეუბნებიან თუ არ წამოხვალთ, ვაი თქვენი ცოდვა. ხო და რა ვქნათ არ ვიცით. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მიტინგის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება 1 მაისს მიიღო. აქცია ყველა ქალაქში გაიმართება. ხვალ დაგეგმილი მიტინგის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათია შემოღებული. შეზღუდვების რეჟიმი საღამოს 18 საათიდან დილის 9 საათამდე მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზეც. ამის გამო გალში მცხოვრები ქართველები ზუგდიდში გადმოსვლას ვერ ახერხებენ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენთან. ეხლა დღეს სახლიდანაც ვერ გამოვდივართ, მე ზუგდიდში მინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადმოვედი. მთელი დღე დადიან, აფხაზები დადიან, ჩეჩნები დადიან, უუბნებიან, რომ ხვალ მიტინგზე აუცილებლად მთელი ოჯახი უნდა გამოვცხადდეს. სოფელში ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან დაძაბულია, ხამით დადის ეს ჩეჩნები არიან შემოსული, რუსის ჯარი, ყველა რო აი საღამოს მერე ვერ გამოვდივართ გარეთ. ყველანი ვართ, რომ მივახციოთ რამე საღამომდე რამესაც სახში. გალის რაიონის სოფლებში მთელი ღამის განმავლობაში შეიარაღებული პირები პატრულირებდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქართველებზე ხშირია ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. ბეტერები დადიან, ტანკები დადიან, მანქლები, გადახურული მანქლები დადიან. ხო და რას არ აკეთებენ და რას არა, კაცი შენ მარიზე, თხილნარებში ვართ გადამალული. გამოვდივართ, მაგრამ ღამეს საწავიდეთ. გალში შექმნილი ვითარება უკვე ცნობილია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისთვის. ისინი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვენ. კონფლიქტის ზონაში ცხოვრებ ადამიანებს აიძულებენ მიიღონ მონაწილეობა აქციაში, რომელიც გაიმართება აფხაზური ადმინისტრაციის დავალებით რუსეთის პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენ მოუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ აღკვეთონ კონფლიქტის ზონაში ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევა. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად საბრძოლო მზადყოფნაშია აფხაზეთის არმია. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები სერგეი შამბაზე დაყრდნობით ავრცელებენ. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მობილიზება არ ნიშნავს აფხაზეთის მასშტაბურ მზადებას ომისთვის. რუსული წყაროების ცნობით, გალის რაიონის სოფელ ნაკარღალაში რუსი სამშვიდობოები ახალ ბაზას აშენებენ.